მოგესალმებით, დღეს ჩვენ განვიხილავთ Samsung-ის შედარებით ბიუჯეტურ ფლაგმანს, როგორც გახლავთ Samsung Galaxy A3. იგი გახლავთ A სერიის წარმომადგენელი, კარგად ვიცით ყველა Alpha, A5, A7. იგი გახლავთ A3, გახლავთ Duos-ი, ორკარტიანი, ორსიმბარათიანი ვარიანტი A3-ის. სანამ ის ტექნიკურ მახასიათებლებს გავეცნობოდეთ, მანამდე ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება და ტრადიციულად ვნახოთ აქსესუარები. აქსესუარები გახლავთ ვნახოთ საბუთები, მისი წიგნაკი და საგარანტიო ტალონი. გახლავთ ყურსასმენის რეზინის თავების ზომების მიხედვით ყურსასმენები. USB კაბელი, რომელთაც დავტენით და გადავიტანთ ფაილებს კომპიუტერში. დამტენის თავი. ერთი პატარა დეტალი, აქსესუარი, რომელთაც ჩვენ სიმბარათს მოვათავსებთ ჩვენ smartphone-ში. ეს რეკომენდებულია, რომ არ დავკარგოთ, რადგან შეიძლება დაგვჭირდეს ნებისმიერ მომენტში და რაც მთავარია, გახლავთ პატარა ზომის და ამის გამო შეიძლება დავკარგოთ, გავამახვილოთ ყურადღება. ახლა კი სანამ გავეცნობოდეთ აღნიშნული მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება იგი ვიზუალურად, თუ რა დეტალები ამაში გამოყენებული. დავიწყოთ საუბარი ღილაკებიდან, ხმისნამწევი ღილაკი. გახლავთ მეორე მხარეს ჩართვა-გათიშვის ღილაკი. აქ გახლავთ სიმბარათების სლოტები, სადაც მოვათავსებთ პირველ და მეორე სიმბარათს. გვაქვს Samsung-ის ჩვეული ფიზიკური ღილაკი, ერთი home ღილაკი, multitasking-ის სენსორული ღილაკი და back ღილაკი. წინ გვაქვს ფრონტალური კამერა, უკან მთავარი ძირითადი კამერა, გვაქვს განათება, რომელიც დაგვჭირდება ღამე გადაღებისას, რა თქმა უნდა, და გვაქვს სპიკერი. კანტებზე მას დაყვება ვერცხლის ფერი, რომელიც უკვე Samsung-ის ახალი მოდელებისთვის განსაკუთრებით A სერიისთვის არის დამახასიათებელი, რაც ძალიან უხდება ნამდვილად ლამაზი მოდელი გახლავთ. არის კომპაქტური და მათვისაც ზომებთან გაქვთ ცოტა პრობლემა. არანაირად არ შეგიქმნით არც დაბრკოლებას და არც დისკომფორტს, როგორც ჯიბეში, აგრეთვე ჩანთაში და ხელში ჭერის პროცესში. არანაირი პრობლემა არ გვექნება ამ მხრივ. ახლა კი დავიწყოთ საუბარი მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. იგი გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში. გახლავთ 2014 წლის მოდელი. გახლავთ ორსიმბარათიანი. Samsung-ს აქვს ორსიმბარათიანი smartphone-ების დიდი არჩევანი აგრეთვე, მაგრამ იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ორსიმბარათიანი smartphone. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Samsung-ს აქვს ორი აქტიური SIM-ი. თუ რას ნიშნავს ორი აქტიური SIM-ი, ამას აგიხსნით ძალიან მარტივად. როდესაც გვაქვს ორი სიმბარათი მოთავსებული ჩვენ smartphone-ში, შესაბამისად უწევს ორ რადიო მოდულთან მუშაობა smartphone-ს. შესაბამისად, როდესაც მაგალითად ჩვენ დავრეკავთ კონკრეტულ პირთან ან დაგვირეკავენ და ვსაუბრობთ, აგრეთვე შესაბამისად მუშაობს მეორე სიმბარათიც, მაგრამ ამ პერიოდში უკვე თავარი არის ის თუ შემოვა თუ არა ზარი. სწორედ Samsung-ის ორი აქტიური SIM-ი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ვინმეს ნებისმიერი ერთი კარტიდან, რომელიც დაკავებულია, შესაძლოა ნებისმიერმა პირმა დაგვირეკოს მეორე სიმბარათზე და თუ აქტიური SIM-ი ორივე აქტიური SIM-ი არ აქვს ჩვენ smartphones, შესაძლოა თავად პროვაიდერმა, Actin Beeline-მა ან Geosm-მა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია, მოხმარების რომ მობილური ტელეფონი გამართულია ან გასულია მომსახურების ზონიდან და შესაბამისად ეგონოს მას, რომ ჩვენი ტელეფონი გვაქვს გათიშული, დამჯდარი ან ასე შემდგომ რა მიზეზებიც გახლავთ ხოლმე. მაგრამ სწორედ ორივე აქტიური SIM-ის დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ და შემოდის მეორე ზარი, შეგვიძლია დავაყენოთ ის კონკრეტული პირი, რომელსაც ვესაუბრებით და დავიწყოთ საუბარი ახალ შემოსულ ზართან, ან პირიქით შემოსული ზარი გავთიშოთ და გავაგზავნოთ საუბარი იმასთან, ვისთანაც ვსაუბრობთ. ეს ნამდვილად საჭირო განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ორ SIM-კარტიან
ორსიმბარათიან smartphone-ებში, ამაში დამეთანხმებით. ახლა კი გადავიდეთ მის ეკრანზე. ეკრანი გახლავთ 4.5 დიუმიანი დიაგონალზე. აი ესე გამოიყურება, თავად ხედავთ კონტრასტს, Super AMOLED გახლავთ მისი ეკრანის ტიპი. რეზოლუცია გახლავთ 540 პიქსელი 960 პიქსელზე, 255 ppi pixel density. მისი რეზოლუციიდან გამომდინარე არ გახლავთ ნამდვილად ცუდი გამოსახულება, გახლავთ კარგი გარჩევადობით, ხედვის კუთხეც არის ნამდვილად კარგი, ცუდი ხედვის კუთხე არ არის. ასე გამოიყურება მისი ეკრანი, დაცულია Corning Gorilla Glass-ის მეოთხე თაობის დამცავი მინისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ეკრანი დაცულია კაწვრისგან და ტეხვისგან, რაც აუცილებლად საჭიროა ხშირ შემთხვევაში. და გადავიდეთ მისი წონა შეადგენს 110 გრამს, ხელში არის საკმაოდ მსუბუქი და აგრეთვე რა თქმა უნდა კომპაქტური, ეს ისევ აღვნიშნოთ. იგი მუშაობს Qualcomm Snapdragon-ის ჩიპსეტზე, შეგვიძლია ვიხილოთ Qualcomm Snapdragon-ის ჩიპსეტზე. მისი პროცესორის სიხშირე გახლავთ 1.2 GHz-ის სიხშირის Cortex A53, გრაფიკული წამკითხველი გახლავთ Adreno 306, შიდა მეხსიერება ჩაშენებულია 16 GB, ოპერატიული მეხსიერება აქვს 1 GB, 1 GB ოპერატიული მეხსიერება დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე ბევრია მით უმეტეს Android-ის პლატფორმაზე, მაგრამ ცოტაც არ არის ნამდვილად. რაც შეეხება მონაცემებს პროცესორს და ვიდეო დაფას, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება Adreno 306 და Cortex-ის პროცესორი, რომელიც არც თუ ისე მაღალი სიხშირით გამოირჩევა, მაგრამ აქვს საკმაოდ კარგი წარმოდობა, ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კომპაქტური ზომა ეკრანის, გვაქვს შედარებით დაბალი გამოსახულება სხვა ფლაგმანებთან შედარებით, როგორც არის მაგალითად Full HD ან Quad HD გამოსახულება smartphone-ებში. შესაბამისად, ძალიან მარტივად აღნიშნული პროცესორი ართმევს ყველა დავალებას თავს და თავად გრაფიკული წამკითხველით შეგვიძლია ვნახოთ თამაშის პროცესი. უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ კარგი ხმა აქვს სპიკერში აღნიშნულ მოდელს. აი ჩავთვალოთ და ვნახოთ. დავუწიოთ მუსიკას. და ვნახოთ თუ როგორ გაართმევს თავს იგი მუშაობის პროცესში. როგორც ვიცით, პროცესორი, ჩიპსეტი და გრაფიკული წამკითხველი განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ თამაშის პროცესში, ინტერნეტში მუშაობის პროცესში და კამერასთან მუშაობის პროცესში. აი ასე გამოიყურება თამაშის პროცესში, როგორც ხედავთ, არ შეიმჩნევა არანაირი, ასე ვთქვათ, ლაგი. მუშაობს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, არანაირი ფრიზი არ შეიმჩნევა აგრეთვე, არ კადრის გაყინვა. და რაც თავარია, ეკრანის ფერების გადმოცემა და კონტრასტი არის ნამდვილად კარგი. ასე გამოიყურება smartphone-ი. ახლა კი გადავიდეთ მნიშვნელოვან დეტალზე კამერა. კამერა გახლავთ 8 მეგაპიქსელიანი, 3264 პიქსელი 2448 პიქსელზე, რაც ნამდვილად ცუდი არ არის და 8 მეგაპიქსელის კვლევით საკმარისია. ნახოთ გადაღების პროცესი. არის ნამდვილად კარგი. აქ აქვს კამერის სეტინგები, იგი იღებს Full HD ვიდეოს 1080 პიქსელზე 30 კადრი წამში. აქ გვაქვს ყველა ის აბსოლუტურად ფუნქცია, რაც Samsung-ის აბსოლუტურად ყველა smartphone-ს აქვს ფაქტიურად. ბოლოს გადავიდეთ იმ დეტალზე, რომ მისი ელემენტი გახლავთ 1900 მAh-იანი, რომელიც საკმაოდ შედარებით საშუალო დატვირთვაზე გაგვიძლიებს, რა თქმა უნდა,
არ აინდეხას როგორც სხვა დიდი ფლაგმანური მოწყობილობები და რომლებსაც შესაბამისად დიდი ბატარეაც აქვს, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივად გაგვიძლევს. აგრეთვე აქვს Ultra Power Saving მოდი, რომელიც აგრეთვე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც Samsung-ის ფაქტიურად ყველა ახალ მოდელს და როგორც ფლაგმანებს, აგრეთვე ბიუჯეტურ მოდელებსაც. Smartphone-ი არის ბოლოს დავამატებ, რომ ძალიან კომპაქტური, მოსახერხებელი, ფერთა გადმოცემა არის ნამდვილად კარგი, მუშაობს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. ვიტყვი იმას, რომ Samsung-მა თავის ახალ smartphone-ებში კიდევ უფრო დახვეწა და გაალამაზა Touch with Interface-ი, UI, მისი გარეგნული იერსახე. ამოღებული აქვს ყოველგვარი ზედმეტობების სისტემიდან, ბატარეა შესაბამისად იზოგება და სისტემაც არის ნამდვილად მსუბუქი და მუშაობს გამართულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აგრეთვე Samsung-ის მომხმარებლებს, ვინც ბრძანდებით Samsung-ის მომხმარებელი და ისინი, ვინც მომავალში იქნებით Samsung-ის მომხმარებელი, მინდა გითხრათ, რომ თუ შეიძენთ Samsung-ის smartphones ოფიციალურად, იმ მაღაზიებში, სადაც გახლავთ ოფიციალურად და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ OK, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად წეროთ ქართული კლავიატურით, აი ხა ვნახოთ თუ როგორ უნდა წეროთ, აქ გახლავთ ინგლისური და რუსული კლავიატურა სტანდარტულად დამატებული, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე პრობლემა, როგორ დავწეროთ და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებით აქვს Samsung-ის smartphone-ი, შესაძლებლობა აქვს იმის, რომ წეროს ქართულად, მაგრამ მათ არ იციან თუ როგორ უნდა დაწერონ. შევიდეთ setting-ებში, შევიდეთ language and inputs, შევიდეთ Samsung keyboard და აი აქ input language დავამატოთ ქართული კლავიატურა. აი ეს მოვწიჭოთ უბრალოდ. შევიდეთ კვლავ message-ებში, გადავიდეთ. და ესე გამოიყურება, შეგვიძლია ვწეროთ ძალიან მარტივად როგორც SMS-ები, აგრეთვე გამოვიყენოთ ინტერნეტში, რაც ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა და აღარ მოგვიწევს არანაირი დამატებით კლავიატურის დაყენება. დღევანდელი ჩვენი ვიდეო სულ ამით დასრულდა. ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრა.